მე რათია ვარ ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სწორი. ეხლა მესამე სერია ლალა კუშკების ჩემი ჩანაწერების მესამე სერია, მესამე ნაწილი. ხო. ეხლა ოჯახი, რასაც შეეხება, ოჯახი, კაი ოჯახი, ხო? კაი ოჯახმა, წყნარმა ოჯახმა უნდა დაიცვას თავი. უნდა სთხოვოს ღმერთს, უფალო ღმერთო, ვიში ეს ვეტრი ესილებო, მოგვაშორეთ ნეგატივები, ჩუჟი სამადამიძონიე ნეგატივები, უბედურება, ავადობა, ბლოკები, გლაზები, სამას გლაზები და ასე შემდეგ და უნდა დაიცვა თავიანთი თავი. უნდა გაიწმინდო თავიანთი ბიოვერი, ბიოპოლის, ახლი, კარი, ნივთები, ცეცხლის ძალით, წყლის ძალით და რაღაცა ღვთიური პატოკების ძალით. და თქვას უნდა ადამიანმა, რომ ნიშნიებირების პარტალები ზაკრივა ეცა, ნიშნიებირების ზერკალური პარტალები, ვარონკები ზაკრივა ეცა. ვიშეს ვეტრი ესილების სახელითა და ძალებით. ზალატია ულტრაფიოლეტოვი ფილტრების მადალების სახელითა და ძალებით. სვეტრი პლიტების სახელითა და სვეტრი პლიტებით, всё. და ჩერეზა ჩორტიკები ატკლუჩაიცა, ატმენი ატправляются ჩერეზა ჩორტიკები აბსოლუტის კრინალიზატორებში და ტრანსფორმაციის პერევიჩრო ენერგიებისათვის ატправляются ჩერეზა ნეუპაკოინები გალაქტიკი კრინალიზატორებში და ტრანსფორმაციის პერევიჩრო ენერგიებისათვის იხმერი ხიზბირერიებში არ კიდე და ტრანსფორმაციის რა ქვია და ვიშე სვეტრი სირების სახელითა და ძალებით, ანგელების, არხანგელების, სვეტრი კურატორების სახელითა და ძალებით, bez პადმენები და bez მანიპულატორობები, ჩემთვის ვაბლაგა, ჩემი ოჯახისათვის ვაბლაგა, ჩემი ბარაკა ჩემთან რჩება, ჩემი სულის ჩისტოტები ჩემთან რჩება. და ადამიანმა უნდა იცხოვროს პოზიტიურად, სატირალში არ ახართ. ტირილი, წოწორი, ტერილი, ეს არის დისტრუქციული პროგრამები, რა ქვია, და ეს დისტრუქციული პროგრამებზე არ უნდა იფიქროს ადამიანმა და უნდა გადაერთოს ცოტა პოზიტიურ პროგრამებზე, სათროების პროგრამებზე, ჯანმრთელი ჯანსაღობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერების პროგრამებზე უნდა გადაერთოს ადამიანი, ბალანსირованების პროგრამებზე უნდა გადაერთოს ადამიანი, სამაისცილეში განკურნებითი პროგრამებზე უნდა გადაერთოს ადამიანი, ანუ სიცოცხლე უნდა გაიაროს ადამიანმა ცოტა ხალისით, მარტო ტირილი სატირალში არ ახართ და პანაშვიდებზე არ ახართ, საპანაშვიდა უნდა სასატირლაო არაფერი არ ასჭერს ადამიანს, ეს ცხოვრება არის ოპიტები და უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ ეს ოპიტები გაიაროს, ან სამსახურებრივი ოპიტები, ან განათლების ოპიტები, ან ცოლქმრული ოპიტები, ან სიყვარულის გაყრის, შეყრისმი, ბევრნაირი ოპიტები, ყიდვა-გაყიდვის ოპიტები, აი ყველანაირი ოპიტები ადამიანმა უნდა გაიაროს ცოტა პოზიტიურად, ეხლა სატირალი, საწუწურო და იმისო ხანდახან არის არ უნდა აყვეს ადამიანი ამ ემოციებს, უნდა გადაერთოს კაი იმაში ბედნიერებებში და ბედნიერ ხალისიან განწყობილებებზე უნდა გადაერთოს ადამიანი. იმიტომ რომ ცხოვრება არის სიცოცხლე, სატირალი და პანაშვიდი არ არის და საწუწუნო არ არის. ამით იძაბება ადამიანი და ამით რა ქვია ბლოკები და სამაბლოკები და სამაზგლაზები კეთდება. ეს არის ზოგი არის დაიწუწუნებს და ხო ვერ გამყიდე და ვერ ვითომ, იმიტომ რომ ეს ბლოკები სხვას მიაყარა. ამიტომ წუწუნა ადამიანებს წარაბარა ჟბოტიკა ადამიანებს, წუწუნა ადამიანებს უნდა ერიდოს ადამიანი. იმიტომ რომ არაცერთმა ადამიანმა არა თქვას, რომ გულში არ იწყევლება. ოდნავ გააბრაზებ ადამიანს, უკვე დაიწყებენ წყევლები, ისა, წყევლის პროგრამები მომშორდეს, წუწუნის პროგრამები მომშორდეს, ავადობის პროგრამები მომშორდეს, სატირლების, პანაშვიდების, ნეკროტიკული პროგრამები მომშორდეს,
უკმაყოფილების პროგრამები მომშორდეს. მე ჩემი თავით კმაყოფილი ვარ. მადლობა ღმერთს, რაც ამაქვს, როგორც ამარ, რაც ამარ და манипуляტორებისა და მაიმუნების პროგრამები და ლავუშკები მომშორდეს. გაიწმინოს ჩემი გზები, ჩემი სამსახური, ჩემი სახლი, კარი მაიმუნების, манипуляტორებისა და მათი დისტრუქციული პროგრამებისაგან. всё. ხო, ნუ ადრე ეხლა წუწური რას ქვი ეხლა ადრე ადამიანები შუქი არ იყო, დერი არ იყო, წყალ სამლარზე და ხუთლარზე მუშაობდნენ ადამიანები და სამლარზე და ხუთლარზე იყო ხელფასი ადრე. ეხლა 1000 ლარი არ აყოფრიან ზოგიერთ ხელფასებს. ცოტა უნდა ადამიანმა იფიქროს, რომ ომი იყო, გაზი არ იყო, დერი არ იყო, წყალი არ იყო, არეულობა იყო, ყველა ფეხის ნაბიჯზე ყაჩაღობა იყო, ტაციაობა იყო, ღამე ქუჩაში ვერ გახვიდოდი, ჩასაფრებულები იყვნენ. რო ადამიანისაც რაღაცა წაერთვიათ და რაღაცა შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხო? ეხლა კამერებია დაყენებული ყველგან, ადრე კამერებიც არ იყო ყველგან დაყენებული და ყველა ბლატაობდა და ყველა ასე და ანუ ესეთი ადრე კამერები არ იყო დაყენებული. ეხლა თუ კამერები დაყენებული რა, ვინმეს რამეს უთკიცებ? აი ეს კამერები ჩვენ არ გვეხება, ეს იდმე წარმოების კამერებია, ეს სამეზობლო კამერებია, ის კამერები არ მუშაობს, ის კამერები სპარისაა, ის კამერები მაღაზიისაა, ის კამერები აფთიაქისაა და ან მუშაობს ეს კამერებიც და ან არ მუშაობს კამერებიც. ნუ ეხლა ცოტა ასე თუ ისე, რასაც შეუძლიათ ეს სახელმწიფო განვითარდა ამ კამერებითაც და ამ იმეებითაც და ცოტა ასე თუ ისე, ასე თქვათ, ხელს უწყობს საზოგადოებას, რომ ცოტა წესივრად იცხოვრო და წარაბარა სუსტი არსებები არ დაჩეგრო და არ დააყაჩაღო გარეთ, მაგრამ ადრე ვაფშე არ იყო ეს კამერები. ცოტა უნდა მადლობა უთხრას ადამიანმა რაღაცაზე თავსაც, თავის მდგომარეობასაც და სამსახურებიც არ იყო ადრე, ვაფშე და არ იყო სამსახურები. ეხლა ცოტა კიდე შეუძლია ადამიანის კარტოფილი იყიდოს, კარტოფილი გაყიდოს. ადრე გზები იყო ჩაკეტილი, ვაფშე კარტოფილი კი არა, შაქარი არ იყო და პური არ იყო და მადლობა უნდა თქვას ადამიანმა იმაზე, რომ რაღაცა საარსებო საშუალება, საარსებო წყარო აქვს. მერე ეხლა ანუ წუწულის პროგრამები უნდა მოიშორონ ოჯახებმა თავიდან. მერე ეს ცოლი და ქმარი დროებითად არიან ერთად. კარგად იქნებიან ერთად, ხო, კაი ბიოპოლში იქნებიან და მესები და ავისულები ვერ მოერევიან, ცუდად იქნებიან ერთმანეთთან, ცუდი პროგრამები ექნებათ, ცუდი ბლოკები, სამაბლოკები ექნებათ და დაჩაგრავენ ერთმანეთს. ბავშვებიც ასეა, დროებითად არიან. ეს საკუთრება არ არის შვილები უბრალოდ იბედებიან, იმიტომ რომ ხელი შეუწყო სხვა სულს განვითარებაში. კარგად ბავშვს, გაზდი ბავშვს, კაი ბავშვი გამოვა, ცუდად გაზდი ბავშვს, დაჩაგრული გამოვა, ცუდი გამოვა, ბოროტი გამოვა, ნუ გააჩნია ეხლა როგორ გაწვრთნიან ბავშვს, როგორ აღზრდიან ბავშვს, გააჩნია რასაც სწავლიან ბავშვს და როგორ აღზრდიან ბავშვს და რა ხასიათისაა ეს ბავშვი გააჩნია, მაგრამ ხასიათების გამოსწორება ასე თუ ისე შეიძლება, თუ ასწავლეს, რომ ეს ხასიათი ცუდია, ის ხასიათი კაია. всё. ანუ სამარაზვიწიების განვითარებაში თუ შევა ადამიანი, იოლად გამოასწორებს ყველაფერს. და თავის ბავშვებსაც ასწავლის იოლად, რომ არსებობს რაღაცა სულიერი პროგრამები, სულიერი ესენი, მოდი ეს პროგრამები ესე ჩავანაცვლოთ, მოდი ესე განვივითაროთ, მოდი ეს ტელეპათიური ნიჭები განვივითაროთ, მოდი ეს ელექტროენერგომაგნიტური ხელით ისცენარიუში ნიჭები განვივითაროთ და ასე შემდეგ. და ერთმანეთზე პრივატსკობასა და ერთმანეთზე პრეტენზიების თავზე მოხვევას უნდა შევეშვათ. ანუ ცოლსაც თავისი სამყარო, ქმარსაც თავისი სამყარო, ბავშვებსაც თავისი სამყარო და თავის წიხიებში დადიან. ეხლა რაღაცა მომენტში, რაღაცა მომენტში ცხოვრობენ ერთად, არსებობენ ერთად, ურთიერთობა აქვთ ერთად, მერე იმ ბავშვს თავისი პროგრამები აქვს გასავლელი, გასაზრდელია, იმ ცოლს თავისი პროგრამები აქვს, დიასახლისია, მისახედია, იმ ქმარს თავისი პროგრამები აქვს, მისახედი, სამსახური აქვს და ასე შემდეგ. ანუ ყველა თავის სტიხიებში არის და რაღაცა ერთმანეთის სტიხიების, ანუ თავზე მოხვევა
ასე ვთქვათ, ცოტა უნდა ხდებოდეს ბალანსირებულად დაბალანსირებულ ობრაზად, ცოტა დისტანციურ ობრაზად. ხო. ხო, ჩხუბი და აყალბაყალი ოჯახში დისტრუქციული პროგრამებია. მერე სანამ ჭაობში ადამიანი ვერ იგრძნობს, რომ ჭაობში ადამიანის. თუ რამე სხვა ისეთი არ ნახა, სხვა ისეთი სანამ ჭაობიდან არ გამოვება ადამიანი. ხო ვერ იგრძნობს, რომ ჭაობში ადამიანი. ეხლა მე გავიარე ეს ცხოვრება, იქ ვიყავი ეს რეალობა მეგონა სიმართლე მეგონა, აქ ვიყავი ეს რეალობა სიმართლე მგონია, იქ ვიყავი ის რეალობა სიმართლე მეგონა, ანუ რაღაცა ჭაობები გავიარე, სადაც მეგონა სიმართლე. ანუ ეხლა ელემენტარულად აგიხსნით, რომ რა ქვია ეს დისტრუქციული პროგრამები და წუწუნი და ტირილი და რაღაცა წყევლები ეს ნორმალური მეგონა, მისაღები მეგონა, ეს გინება და რაღაცები ნორმალური მისაღები მეგონა, მაგრამ ეხლა ხვდები რომ გინება არის ყველაზე დიდი როგორც წყევლა, ისეთი დისტრუქციული პროგრამებია. მაგალითად ეხლავე აგიხსნით რომ მაგალითად ადამიანი ლოთობს, ხო? იმ ადამიანს თავისი თავი ლოთს, თავისი თავი მაგარი გონია, ის ვერ ახვდება, რომ ჭაობშია, ხო? თავისი ლოთის ბაკაცები მაგრები გონია, ხო? ისე ვერ ახვდებიან, რომ ჭაობში არიან, თავსი დადგურებენ და თავიანთ თავსი წამლავენ და ასე შემდეგ. მაგალითად ადამიანი, ასე ვთქვათ, ბლატაუს და თავისი ბლატროიც ბაკაცები, კაი ბიჭები გონია. მაგალითად ადამიანი ისა რა ქვია ნარკომანია და თავისი უზდელი და ასე ვთქვათ ბლატროიც ბაკაცები, ნუ რაღაც ესეთი სისტემებია და სტრუქტურებია, სადაც ადამიანს თავისი თავი გონია ძალიან მაგარი, ხო? არის ეხლა მაგალითად ქალი არის მომუშავე ქალი არის და ასე ვთქვათ ის სხვა მომუშავე ქალებთან ერთად, რასაც პუტარგებს ეძახიან, თავის თავი მაგარი გორია. ანუ ეს ყველაზე არ ჭაობში, მძღნელში, ხო, სანამ მძღნელიდან არ გამოვა, ასე ვთქვათ ადამიანი, ვერ გაიგებს, რომ ასე ვთქვათ მძღნელში იქ ბლატროი ტალღაზე უფროსები, უფცროსები, რა ვიცი, ზავიძერიები რაღაცები, მათაც თავისი თავი მაგარი გორიათ. ანუ ისიც ჭაობში არიან და რაღაცა და ასე შემდეგ. ანუ ეს რატო? იმიტომ რომ აქ ხდება ბევრი დისტრუქციული პროგრამების ასე ვთქვათ ტრანსლაციები, ბევრი დისტრუქციული პროგრამების ტრანსლაციები. ეხლა ბაზარში ვიცაზიან პატიოსრად მომუშავე ხალხი, ხო, რასაც ექვია, ხო? არ იდმეწარმია და პატიოსრად მომუშავე, არ ექიმია და იდმეწარმია. აქაც რა ქვია, უნდა იყოს კაი აურა შექმნილი და არ უნდა იყოს რაღაცა ჭაობივით გაკეთებული რაღაცა, იმიტომ რომ ერთად არიან, ერთად მუშაობენ ადამიანები, ერთმანეთის გვერდზე ის მწვარის ყიდის, ის ვარს ყიდის, ის ყვავილებს ყიდის, ის ტრუსიკებს ყიდის, ის რასკებს ყიდის, აქაც უნდა იყოს ცოტა რაღაცა განსაზღვრული ურთიერთ პატივისცემის თანადგომის რაღაცა ისა, რომ რაღაცა ესაც ჭაობია პრინციპში ადამიანი დგა და რაღაცას სადღაცა მუშაობს, არ ექიმად მუშაობს, არ იმათ მუშაობს, არამათ მუშაობს, ესაც ჭაობია. და ჭაობში ზის ადამიანი ერთი და იგივე პროგრამას ტრანსლაციებს გადის. თუ რა ქვია თუ კაი სიწყრარია და სიწყრარ სიტუაციაში მუშაობს, კაი ხასიათზეა, თუ ცუდ სიტუაციაშია და ცუდ სიტუაციაში მუშაობს, ცუდ ხასიათზეა, მაგრამ ეს ეხლა პოლიციელობა, ექიმობა და დაცვის თანამშრომლობა და იდმეწარმეობა და ვაჭრობა 1000-ჯერ უკეთესი ვარიანტია იმაზე, ვიდრე ლოთობა და დარკვომრობა. და ვიდრე ასე ვთქვათ ბარდელაობა და პუტანკაობა, ხო, 1000-ჯერ უკეთესი ვარიანტია იმაზე, მაგრამ მაინც როგორი სიტუაცია არის, იცით რომ მაინც სხვა მაინც ჭაობია. რაი მაინც
კი, ყველას უყვარს თავისი სამსახური, ყველას უყვარს თავისი პროფესია, ყველას უყვარს თავისი რაღაცეები, მაგრამ ნუ ეხლა როგორ აღიხსნათ, იცი, აი სარავი პროფესიას თავს არ დაარებებს ადამიანი, ვერ გაიგებს რომ ჭაობშია. მეც ამუშაობ ბაზარში. ვზივარ და რაღაცეებს ყიდი, მაგრამ ვიცი რომ ჭაობში ვზივარ. რატო ვზივარ ჭაობში? იქ ბევრი წუწუნია, ბევრი ის არის, ბევრი პრობლემებია, ის არის გასაკეთებელი, ის არის გასაკეთებელი, ბევრი პრივასკებია, ბევრი პრესოსკებია, ის მოდის, ის მიდის, ის იქ ლოთი გაიქ აი ბევრი პრივასკებია, ბევრი პრესოსკებია და ამ სულისათვის არის ეს ჭაობი, სულისათვის, თორე ფიზიკურად მე შეიძლება ვერ ავგრძნობ ამას. კი, კაი ურთიერთობა ხარ ვიჩხუბებთ ხალისა, მერე შევრიგდებით, მერე ისა, მაგრამ ფიზიკურად ამას ვერ აგრძნობს ადამიანი, მაგრამ სულისათვის ეს არის ბევრი ტრანსლაციები, იმისი აზრები, იმისი აურა, ის გააკეთე, ის მოვა, ის წავა, იმათი აურა, ამისი აურა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის რაღაცა პარტალური ჭაობები, რასაც ქვია რა. დეგრადირებული ჭაობები, რატო? იმიტომ რომ გასაწმენდია ბიოვერი და ბიოპოლი. არავინ არ იცის ჩაკრების გაწმენდა, არავინ არ იცის თავის დაცვა, არავინ არ იცის ვიცხადაში პატოკებით ყველას თავისთავი მაგარი გოლია, ყველას თავისთავი სუფთა გოლია, ყველას თავისთავი პარტალების დაკეტვა არავინ არ იცის, ბესების გაყრა არავინ არ იცის. კი, ეხლა ადამიანი რაღაცას აზროვნებს, რაღაცა საქმეს აკეთებს, მაგრამ კარგი ჩესკეული უზრების მოსრა არავინ არ იცის, დადიან თავიანთი დისტრუქციული პროგრამები არა და დისტრუქციული აურები არა და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი პრივასკები და პრისოსკები. ამიტომ ადამიანი სანამ ჭაობშია ვერ გძობს იმას, რომ ჭაობშია, всё. ამიტომ ადამიანმა უნდა შეეცადოს რომ მოიშოროს ხოლმე ჩუჟიე პრივასკები, პრისოსკები, პატკატკები ათქო ჩაეცადათ მინდა პადაშჩები და ვიშე სვეტრესების სახელითა ძალებით ვიშე სვეტრე ცივილიზაციების სახელითა ძალებით ჩემი კურატორების კურატორების სახელითა ძალებით თავიანთი დისტრუქციული პროგრამებია და ყველა სახის ენერგო ვამპირები, თუ ჩუჟიე ფანტომები, თუ манипуляტორები, თუ კრადრიკები, თუ სკარიროშიკა კაპიროშიკები გასრედით ჩემი ბიოვერი ბიოპოლი და შორს. ხო, მე პატივისცემა ვალდებულებაში არ უნდა გადავედეს. ეხლა პატივისცემა ვალდებულებაში არ უნდა გადავიდეს, რას ქვია, რომ კი ეხლა ადამიანის პატივსაცემ მაგრამ ვერ მაიცის ძალიან ამეტარი თავზე დაჯდომა. ერთხელ ასწრებ პატივს, ორჯერ ასწრებ პატივს, ერთხელ აჩუქებს, ორჯერ აჩუქებ, ერთხელ კარგად დაელაპარაკო, ორჯერ მერე ვიგოდრიკობას იწყებენ. აბა თვითონ მოგიკითხოს, თვითონ აქცეს პატივი და თვითონ ასე ვთქვათ გაჩუქოს. ერთხელ თვითონ მაჩუქონ რამე და ერთხელ თვითონ ამცენ რამით პატივი. ხო, ნუ ეხლა რაც მე სიკეთება გაკეთებული ღმერთსმადლობა, ცოცხალი ვარ და ჩემთვისაც გაუკეთებია ბევრ ადამიანს პატივი და ვცდილობ ხოლმე რომ მეც იმითვე უპასუხო, იმიტომ რომ მე იმას დავანახე ის რომ მე იმისი პატივისცემა მე დავინახე ადამიანისათვის, თავარი ეს არის რომ დაანახო ადამიანს რომ იმისი პატივისცემა დავინახე და მადლიერი ვარ და ასე ვთქვათ მაგრამ ეს მე ვალდებულებაში არ გადმომსვლია, რომ კიდე უნდა მცეს პატივი და კიდე უნდა მცეს პატივი და კიდე არა, ეს ვალდებულებაში არ გადამოცია. ერთი მცა პატივი, მეც ვეცი პატივი. ორჯერ მცა პატივი, მეც ვეცი პატივი და ესეთი ურთიერთობები ჩვენი ვიბრაციები აიწია და გვიხარია ერთმანეთთან რაღაცა ურთიერთობა, რაღაცა ზებროი ურთიერთობა, ზებროი ლაპარაკი, ზებროი რაღაცა გვიხარია ერთმანეთთან, ხო, მაგრამ არის ბევრი ისეთი, რომ აი უკვე გავალდებულებს, ერთხელ ეცი პატივი გავალდებული, მე რავალდებული ვარ, რა ქვია, ვიღაცები ის, აქეთ მომიტანო და აქეთ ამცენ პატივი ყველა. აქეთ მაჩუქო ყველაფერი. მე ერთხელ მეცი პატივი, არა ვარ წარა, მაგრამ ვალდებული ყოველდღე ვიღაცებს რაღაცები გვაჩუქო, ხო? მით უმეტეს რომ თვითონ ჩემს წარავის არაფერი არ ვჩუქებია ერთი ორი ადამიანის გარდა. ხო. მე ეს პატივისცემა და ეს მათხოვრება იციან, კიდე ესე მათხოვრება
მათხოვრება დადიან, მათხოვრობენ და ესე დადიან და მაიმურობენ რაღაცებს. რატო კაცებიც და ქალებიც, რატო არიან მათხოვრები ელემენტარული, ორი ხელი აქვთ, ორი ფეხი აქვთ, დადიან, გააძრიო ხელი, არ კარტოფილი იყიდო, გაყიდო რა ტანსაცმელი იყიდო, არ ტონა რაღაცეები არის საშუალება საიმისო, რომ ადამიანმა ფული იშოვოს და ფული გააკეთოს რაღაცა ცოტა სწორი გზით. მათხოვრობა ყველა შეუძლია. მეც დავждები ქუჩაში და დავიდებ წინ იმას, რა ქვია, მუსიკებს, ტელეფონ მუსიკებს ჩავთავ და დავიდებ წინ ყუთს და ჩამიყრიან იქ ლარიანებს ვიღაცეები, მაგრამ ეს სწორი შრომა არ არის. ეს არის დეგრადირებული მინუს პოლუსოვანი უსაქმურობის, დეგრადირებული უსაქმურობის ვიგოდრიკური, ვამპირული რაღაცა манипуляტორული შრომა. ადამი არა ვარ, არც ვიგოდრიკა, არც манипуляტორული და არც ისა და არც უსაქმური და ტყუილა 100 წელი. ეხლა მართლა სამათხოვროთ მე ვერ დავждები ქუჩაში, რაც არ მაინტერესებს, მე იმას არ გავაკეთებ. მე მაინტერესებს აი კაი რაღაცეები. კაი რაღაცა რაღაცეები გავაკეთო, კაი რაღაცეები მივიტარო, კაი რაღაცეები გავყიდო, კაი საინტერესო რაღაცეები მაინტერესებს. ეხლა რა ვიცი, ეხლა მე სხვა ეს ვიგოდრიკური საშუალებებით ფულის გამომუშავება ჩემთვის მიუღებელია. ხო, ვიგოდრიკური საშუალებებით ფულის გამომუშავება ჩემთვის მიუღებელია. სხვა თემა არის ეხლა, როდესაც ქალი მაგალითად სექსუალური იმით შოულობს ფულს. ნუ ის აკმაყოფილებს იმ კაცს, ის კაცი გიждდება ამ ქალზე და იმიტომ სცემს პატივს ამ ქალს. თუ არ უნდა ის კაციც კიდე წავიდეს სხვა ქალებში და ძვირიანი ქალებიც არსებობს და იაფიანი ქალებიც არსებობს, მაგრამ აქ მათხოვრულად არ ხდება ფულის გამომუშავება, აქ ხდება ურთიერთ პატივისცემით ხდება ფულის გამომუშავება. აი მათხოვრული ფულის გამომუშავება და ვამპირულად ფულის გამომუშავება უნდა განვასხვაოთ პატივისცემითა და ურთიერთ ასე ვთქვათ აბმენითი ენერგიებით ფულის გამომუშავებისგან უნდა განვასხვაოთ. ხო, 1000 ჭურჭელია, 1000 რაღაცა, 1000 რკინებია, 1000 ბოთლებია. წაიღო და ჩააბარო რა, 10 კაპიკი, 20 კაპიკი, 20 კაპიკი, 10 კაპიკი, კი გამოუვა 10 ლარი და 20 ლარი. მაგრამ მიჩვეულები არიან ეს პატივისცემა ბოდიში და ვალდებულებაში აქვთ. რა ქვია, გადასახული და თუ არ დაეხმარები, იფურთხება თუ დაეხმარები, მაინც იფურთხება და ეგეთი რაღაცები. ანუ ეს პატივისცემა და მათხოვრობა და ვიგოდრიკობა გავიგეთ რაც არის. всё. და ენერგოაბენითი წესიერი ნორმალური მუშრობა გავიგეთ რაც არის. და უნდა ადამიანმა უნდა დაუფასოს სხვა ადამიანს ყურადღებაც, პატივისცემაც და საჩუქრებიცა და რაღაცეებიც უნდა დაუფასოს ადამიანმა. ადამიანს რაღაცა პატივისცემა უნდა დაუფასებელი ადამიანი ცუდი რაღაცა არის, ცუდი პროგრამები არის დაუფასებლობა და დავალდებულებაც კიდე ცუდი პროგრამები არის. და ხელფასის შემოსავალი თუ რაღაცა ადამიანმა უნდა შეირგოს და დააფასოს და გამოიზოგოს თავისთვის ასიკეთოთ. მუშაობა ცუდი არაა, ხელფასი ცუდი არაა, პროფესიები ცუდი არ არის, ფულის შემოსავლები ცუდი არ არის, ადამიანი დროს რო კარგავს იმ სამსახურში ცუდი არ არის, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოს ადამიანი, რომ ბოდიში და შეირგოს, კაი ენერგიებად გადაატრანსფორმიროს, ანუ წუწუნში და ჭაობში და იმაში კი არ იჯდეს ეხლა წუწუნა ჭაობში და წუწუნა იმაში დეგრადირებულ სიტუაციებით კი არ მივიდეს და მოვიდეს სამსახურში. უფრო პოზიტიურად გადავიდეს სამსახურში, რომ აი მიხარია ბედნიერი ვარ, რომ სამსახურში მივდივარ, მიხარია ბედნიერი ვარ, რომ სახლში მოვდივარ, მიხარია ბედნიერი, რომ აბას ვარჯიშზე მივდივარ, მიხარია ბედნიერი ვარ, რომ მეორე სამსახურში მივდივარ და ასე შემდეგ. ანუ
ერთი ის არის აქ რა ქვია ვირუსი კი არა, აი გასათვალისწინებელი მომენტი. უყურე რა ხდება, ლოცხო უხარია პივის დალევა. ჭაობშია, მაგრამ ხო არის ისი ბლოთმა რომ ჭაობშია. ნარკომანს ხო უხარია ნარკოტიკების გაკეთება და რაღაცა თავს ინადგურებს და რაღაცა, ხო? ანუ არის ესეთი რაღაცეები და მაგრამ ასოზლანი ადამიანს, რომელმაც იწვალა პროფესია შეიქმნა, გამოიმუშავა კარიერა, აიწყო არ უხარია ის, რომ სამსახურში მიდის. და ჭაობივით იმას აშვრება რა რაღაცას, რა რომ თავს იბლოკავს, 300 გლაზი, რასაც ქვია. ანუ ასეთი საქციელები უნდა გადავეჩვევთ. კაია სამსახურში თუ დადებთ მადალების სურათებს, გარმონიზატორების სურათებს, ტრანსფორმაციების სურათებს, რომ ეს დისტრუქციული ენერგიები, ჩერეზა დისტრუქციული ენერგიები, ჩუჟია დისტრუქციული ენერგიები ან სხვა ადამიანების. რა ჯიბეში ჩაიდენ, დაკეთეს და ჯიბეში ჩაიდენ, დადეკაიდერები, ისა რომ იმას აქვთ, რა ქვია, მოვიშოროთ ასეთი დისტრუქციული ენერგიები და ცოტა რაღაცეები გადავატრანსფორმირავოთ სამსახურში და ცოტა რომ გიხაროდეს სამსახური და ჭაობივით არ ვიყოს. ეხლა მე რომ გავდივარ ხოლმე სამაჭროდ ბაზარში, ხო და რაღაცეები კაი რაღაცეები მიხარია, რომ მივიტან გავყიდი, მაგრამ იქ რო შევდივარ უკვე აღარ ხარ მიხარია, მე ხარ არ მიხარია, ზოლბირდები. იმით ჩიპები, ჯიები, ჭიებით არის იქაურობა სავსე და რა ვქნა ეხლა ყველაფერს მე ხო ვერ იმასავქრი, ვერ კი ვთხოვ ხოლმე ჩემ აგერებო, ახალგერებო შეესვეტრიესირებო, მომაშორეთ, ესა თუ ის რაღაცა დისტრუქტივები, ნეგატივები, ჩერეზ რაღაცა, იმდენი ხალხი დადის, ეხლა ყველა ხალხს მე ვერ დავერევი და ყველა ხალხის და ეს გადადის ვირუსები, ცუდი აურები გადადის ერთმანეთში, იცი? და მე სახში რომ მოვდივარ ხოლმე, უკვე ვცდილობ რომ ჩემი თავი გავიწვიდო და ვიძახი ხოლმე რომ ცუდი აურები, ცუდი ენერგიები, ჩუჟიები ჩერეზა დისტრუქციები, ნეგატივები ატმენია პადარში. ეხლა წარმოიდგინე ყველა ადამიანმა რომ თავისი თავი გაიწვიდოს, თავისი თავი დაიცვას, თავისი თავი დეზინფიცირება გააკეთოს სოლიჩრებით, წყლის ძალებით, ცეცხლის ძალებით, ხო აღარ იქნებოდა ესეთი დაძაბულობა და ესეთი აი დისტრუქციული ენერგიები არსადა რა. სახშიც კარგად იქნებოდა ადამიანი, ძირშიც კარგად იქნებოდა და სამსახურშიც კარგად იქნებოდა და ბაზარშიც კარგად იქნებოდა და ყველგან კარგად იგრძნობდა ადამიანი თავს. ხო, მაგრამ მე ძალიან აგვიზრობ ხოლმე ეხლა რომ ვიცი რომ სხვა ადამიანები თავიანთი გამოუსწორებელი არაფერი არ არის, ყველაფერი არის გამოსასწორებელი და შეიძლება რომ ადამიანმა ყველაფერი გამოისწოროს თავისთვის სასიკეთოდ. და ვიცი ხოლმე რომ ესე იგი ადამიანი რაღაცა გამოსასწორებელი ბლოკებითა და გამოსასწორებელი ჩიპებითა და იმპლანტებით არის სავსე. და ეხლა მე ყველა ადამიანს ეხლა ქუჩაში მე ფული დავახურდავო, მოვცე, გავშალო, შევკრა, პარკები ვაძრიო, მადლობები უხადო და რა ქვია რაღაცა ტრანსლაციებია კიდე ყურის ტკივილები მეწყება ხოლმე, რაღაცა სიხშირეებია, ვერ გამიგია ეს სიხშირეები ავტობუსებიდან მოდის, მანქანებიდან მოდის, თუ რაღაცა სიხშირეები არის, ჯიებია დაყენებული რაღაცა და ყურის ტკივილები მეწყება ხოლმე. კი წარმოვიდგენ რომ ვითომ ზალატოი კოკაში ვარ და 2 მაგი, 3 მაგი, 4 მაგი ზალატოი ტრაფიელტოი ფილტრებში ვარ და ზალატოი კოკაში ვარ და ზალატოი კალაკოლის ვოლკებში ვარ და ვითომ ამ კალაკოლის ვოლკებს უსმე და ვითომ მღერი ვარ ჩემთვის ხანდახარ, მაგრამ მაინც ისი ამტკივდება ხოლმე ყური და ისი ამტკივდება მე ამ ყურიდან თავი რომ აი საშინელება და ეხლა ყველა ადამიანი არ ითხოვენ ამას ადამიანები, სულები ამას არ ითხოვენ. რომ იყოს მოგშორდეს დისტრუქციები, მოგშორდეს ნეგატივები, მოგშორდეს ბლოკები, საბლოკები. ითხოვენ მარტო ფულის ბლოკები მომშორდეს, ფულის ნეგატივა არის ვამპირობა, აი ვამპირო ჭაობი რასაც გვია, ვამპირები ერთმანეთს რო ამპირებენ და ერთმანეთს რო აზომბირებენ, აი საშინელება.
მარტო გარეთ და ბაზარში კი არა, ყველგან ესეა, ყველა სამსახურში ესე არის ვამპირობა, ზომბირობა. აი ყველა ადამიანმა რომ გამოიღვიძოს და ყველა ადამიანმა რომ თქვას რომ მომშორდეს ბლოკები, სამაბლოკები, ფულის ბლოკები თუ ავადობის ბლოკები თუ იმის ბლოკები თუ ამის ბლოკები თუ კარმიჩესკეულოზრების ბლოკები და რაღაცეები და მადლობა უფას და ღმერთს მადლობა და რაღაცა იქნებოდა კაი აურა. იქნებოდა სვეტლი აურა. და არა სერული აურა, როგორიც ახლა არის ყველგან, სადაც მაღაზიაში შეხვალ ყავისფერია, გამოხვალ მაღაზიიდან ქუჩაში გახვალ ყავისფერია, ცოტა გაეს ბაღებისკენ თუ გაივლი, ცოტა ის არის, რა ქვია, რიჟასავით ფერები არის, რიჟას ყვითელი არა, აი მორიჟაო ფერებისა, ბაზარში გახვალ და ყავისფერია და ასე შემდეგ. ვერცხლის ფერი კი არა და ყავისფერი, ვერცხლს უფრო კაი ფერია, კაი შავი არა და ყავისფერი რა, სერული რა ვიცი, სერული ფერია, სერული აურებია და მე ამ სერულ ბიოპოლებში მეც ვეღარ ვარჩევ უკვე სხვა ადამიანის ფერებს. ხარ ვარჩევ, ხარ მოდის ისეთი კაი ფერები, სვეტლი ფერები, სოლდიჩრე ლუჩების მქონე ბევრი ადამიანი დავინახია, რომ დავინახია გამხარებია, ვზივარ და უყურებ. იმის ფერებს უყურებ ეხლა, მე ხო ვერ ვარჩევ ეხლა რა, სულიერად ცივილიზაცია, როგორი არანაირია იმისი სული და ისა ის, იმის სული, ყველა სული დაბალულია. ესე სახეს არ გიჩვენებს და ყველა სული იცავს დისტანციას ერთმანეთისაგან. სულება იციან ეს დისტანციების დაცვა ერთმანეთისაგან. ეს ადამიანებმა არ ვიცით ერთმანეთისაგან ბოდიში და კუკლავოდებს ვეძახით ერთმანეთსა და ზომბებსა და მატრიოშკებსა და იმას ვეძახით ერთმანეთს, რა ქვია, დაგვარქვეს კი არ ვეძახით, დაგვარქვეს, იმიტომ რომ არ ვიცით ერთმანეთის დისტანციების დაცვა. რატო დაგვარქვეს ზომბები, რატო დაგვარქვეს მატრიოშკები, რატო დაგვარქვეს კუკლავოდები, რატო დაგვარქვეს რობოტები, იმიტომ რომ ბოდიში და ავტოპილოტზე ვართ ჩართულები და მაგიტო ანუ ავტოპილოტური გამოხტომები გვაქვს, ავტოპილოტური ჭაბა ვიცით, ავტოპილოტური დაბარვა ვიცით, ავტოპილოტური გაქცევა გამოქცევა გვაქვს და ასე შემდეგ, ანუ არ ვუფიქრდებით ელემენტარულ მომენტალურ რაღაცებს, რაც ჩვენთვის ასე ვთქვათ საჭირო არის და გადასწრებაზე და გადმოსწრებაზე დავდივართ, აი ასე რომ ყველა სული დაბალულია, ნუ ეხლა ბესებს ხადახავ ხედავ ხოლმე ძალიან ჩორტი თავია მერე მყრი ხოლმე, ხარ პილასოსებით, ხარ ჯოხებით, ხარ ცოცხებით ვაგდებ ხოლმე, ჩემგან ხარ დანებით ვაგდებ ხოლმე, ჩემგან ძალიან იციან ბესება და ჩორტიკება მოცუცუნება. ხო ასე რომ რაღაცა ადამიანმა თავისი ენერგიების იზობირიები უნდა შეერგოს და თავისი ენერგიების იზობირიების და ბარაქის გამომუშავება უნდა იცოდეს. ფულის შოვნა უნდა იცოდეს. ტრიგერ მატრიცაში. ხო, ტრიგერ მატრიცაში რას ქვია ეხლა, რომ მეც რო ვიცი ხოლმე ამ ტრიგერებში მეც რო შევდივარ, უკვე მეც ამგიჟდები ხოლმე და მეც ვიცი ხოლმე ამ ესა ბოდიში და სხვა კუკლავოდებს დავებს გავსები ხოლმე და ბოდიში და სხვა კუკლავოდებივით დავიწყებ ხოლმე რაღაცა რეკლამების კეთებას, ჭორაობას, იმას არა, გადამედება ხოლმე ხანდახან სხვების ვირუსები, მაგრამ ამაზე ჩაციკლული მე არა ვარ. რეკლამებს ვაკეთებ ეხლა იმიტომ რომ მინდა რომ გამყიდო საქონელი და ვიძახი ლარი, 2 ლარი, 3 ლარი რაღაცა რომ გამეყიდო. ამათ ყვილა ხო არ ავზივარ იქ იმ სიცივეში, ყირვაში, იმ ცუდხაერში, იმ ვირუსებში, იმ ჩიპებში, იმპლანტებში, ხო იმიტომ ჩავედი იქ რომ რაღაცა გავყიდო, ფული წამოიღო, სახში წამალი ვიყიდო, კომუნალურები გადავიხსაჭვერი, ვიყიდო რაღაცა, მოვიხმარო ეს ჩემთვის, გამოვიმუშაო ეს ფული, გამოვიმუშაო ჩემთვის ეს ფული და ასე ვთქვათ, ვცდილობ ამას. მაგრამ ამ იმებში არა ვარ მე ჩაციკლული, ტრიგერულ იმებში არა ვარ ჩაციკლური. მე თავი მტკივდება, რომ მტკივდება, უკვე ხვდები, რომ ძალიან ბევრი რეკლამების კეთება მომივიდა.
მაგრამ ეხლა ბოლო დროს უკვე თავი არ ამტკივდება. ერთი წლის უკან მართლა ძალიან მტკივდებოდა თავი და მე უკვე დავცხე ამას რა ქვია სადაც მდგევარ ხოლმე ბიქაურ ბიოვერსა და ბიოპოლს და ერთხელ შევაწუხე არგერები არხანგერები გალაქტიკის ფედერაციასვე და ორჯერ სამჯერ ოთხჯერ და ეხლა ცოტა ვეღარ მერევიან ვეღარ მერევიან იქაური ეგრეგერები და იქაური ჩორტიკ-მორტიკები და უნდა თქვას ადამიანმა რომ საკე დისტრუქციები ატკული ჩაეცა აბრუნაეცა ჩემი გამომუშავებული ფულიდან ჩემი ბარაკა რჩება ჩემთან ჩემი ენერგიები რჩება ჩემთან ჩემი ბარაკა ვოля საზნანია სულის ჩისტობები ჩემი იზობირიები ხელშეუხებელია ვიღებ მხოლოდ ვიღებ და ვიყენებ მხოლოდ ჩემთვის ასიკეთო ფულს без პადმენები без პერეკლადგები ვიღებ და ვიყენებ მხოლოდ ფულს მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო ფულს ვიღებ და ვიყენებ და მხოლოდ ჩემთვის სასიკეთოდ ვიყენებ ფულს სასიკეთოდ და ზლონი კაკადე ძესტვეთ ანუ ვიღებ მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო ფულს და ვიყენებ ფულს მხოლოდ ჩემთვის სასიკეთოდ ხო თუ ძლევს გამო თქვი რა რაღაცა და ზლოდა დისტრუქციული პადმენები დისტრუქციული კონსტრუქციები რადნიკები ატკლო ჩაეცა ატმენა პადარში ასევე რაღაცა ვიყიდე რაღაცა საჭმელი ვიყიდე წყალი დავლიე ყავა დავლიე ხო ვიღებ მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო წყალს და ვიყენებ ამ წყალს ჩემთვის სასიკეთოდ ვიღებ მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო საჭმელს ვიღებ მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო ჩასაცმელს ვიღებ მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო ფეხსაცმელს და ვიყენებ ამ ფეხსაცმელს მხოლოდ ჩემთვის სასიკეთო ჯი გაეცავს დისტრუქციები ნეგატივები ჯი გაეცავს მორაკები ამაროკები დისტრუქციული კონსტრუქციები ჟი გაიეცა ატმინია პადალში ზლონი კაკრე დესტუიძრო თორკა ატკლუ ჩაეცა ატმინია პადალში ზაპრეშა ყველა სახის ნეგატორებს დისტრუქტორებსა და მანიპულატორებს დამენია ნეგატორობასა და მანიპულატორობას ეს არის კანონი თითოეული ადამიანი რომ დააყენებს ასეთ უსტაროკას ვეღარავინ ვეღარ შეძებს ერთმანეთის ჩაგვრას ზომბირებასა და ვამპირობას და ასე ვთქვათ მოგშორდებიან ეს ბესები სერები და მერე თვითონაც შეეცდებიან რომ გამოასწორდნენ და გაკეთილშობილდნენ და დაწვან და დაშალოთავიანთი დისტრუქციული პროგრამები და დისტრუქციული კონსტრუქციები და ასე ვთქვათ ამოისუთქებს ადამიანი გაბერდება ადამიანის სიზობირიები დაფასდება ადამიანის შრომა და ენერგიები აღარ დაზომბირდება და ბიოპოლი გაჯანსაღდება საერთო ბიოპოლი გაჯანსაღდება სამსახურებრივი ბიოპოლი გაჯანსაღდება სახლის ბიოპოლი გაჯანსაღდება პირადი ბიოპოლი გაუჯანსაღდება ყველა ადამიანს და ადამიანმა არ უნდა დახარჯოს თავისი ენერგიები ზედმეტად, ზედმეტ ჭორაობაში, ზედმეტ ცხვირის ჩაყობებში, ზედმეტ იმეებში და ზედმეტ ამებში. ეს არის ზერკალური მატრიცა. ხო, ეს ზერკალური მატრიცა, სენსორული მატრიცა არის და მირბეჟბირიული მატრიცა არის. ანუ რასაც დავთესავთ იმას მოვიმკით ხო სიკეთეს გააკეთებს ადამიანი სიკეთე ჩაიწერება სიკეთე უხარია სიკეთე სიბოროტეს გააკეთებს ადამიანი სიბოროტე ჩაიწერება სიბოროტე დაეწერება თუ ჩაიწერება იმის ხრონიკებში და სიბოროტის კალისოს სასარულო ტრანსლაციებში ირბენს ანუ ადამიანს სიკეთის კეთება უნდა უხაროდეს. სხვათება თუ გიფასებენ თუ არ გიფასებენ. ანუ სიკეთის გააკეთებს, რასაც დათესავს ადამიანი, იმას მოიმკისო, ხო? ანუ
სიბოროტეს მაინც უნდა მოვერიდოთ. ამ ეხლა უკუღმართ მატრიცაში, ყველა ვცდილობთ რომ სიკეთე გავაკეთოთ, მაგრამ ხანდახან სიკეთის დაფასება არ იციან, მაგრამ ესაც ამითაც არ უნდა იმას ავქრათ დავვირუსდეთ და უნდა მოვერიდოთ ისეთ ხალხს, ისეთ ადამიანებს, ისეთ სიტუაციებს, ისეთ სამსახურებს, ისეთ ზავიძენიებს, ისეთ სუბიექტებს, ობიექტებს, ცოცხალ სუჟესტოებს, რომლებიც ასე ვთქვათ ვიგოდნიკობაზე დადიან და გვავირუსებენ და გვაზომბირებენ. ხო, ასეთი ვიგოდნიკა ადამიანები სიკეთეს ვერ დაგვინახავენ და სიკეთეს ვერ დაგვიფასებენ, იმიტომ რომ თვითონ არიციან სიკეთის კეთება, არიციან სიკეთის კეთება, всё, სიკეთის კეთება არიციან. და იმათ პროგრამაში არ არის ეს სიკეთის კეთება, იმათ პროგრამაში არის რომ დაჩაგროთ, ცემოს, ვიგოდნიკი იყოს, ალფონსო იყოს, მაიმური იყოს, იმათ ესეთი პროგრამები აირჩიეს, ვიგოდნიკური პროგრამები აირჩიეს და ადამიანი ჩვენ ხო არა ვართ ეხლა ჯადობაზები, ჩვენ ხო არა ვართ ვიგოდნიკები, ჩვენ ხო არა ვართ ბოროტები, ამიტომ მაინც უნდა მეცადოთ ადამიანმა, რომ ჩვენ თავსაც გავუკეთოთ სიკეთე, ცოტა სხვა ადამიანებსაც გავუკეთოთ სიკეთე, თუ სიკეთეს ვერ ვუკეთებთ, შევეშვათ, მოვშორდეთ ცხოვრების საშუალება მივცეთ ადამიანი ყოველთვის იპოვის გამოსავალს თავისი სიტუაციებიდან და თავისი პრობლემებიდან, გამოუსავალი მდგომარეობა და გამოუსწორებელი მდგომარეობები არ არსებობს, ყველაფერი გამოსწორდება. და გადავერთოთ პოზიტიურ განწყობილებაზე და მუტაციებსა და რომ გავდივართ და ევოლუციებს რომ გავდივართ, ეს მუტაცია რაშუაშია და მუტაციები, მუტანტები სხვა არის, მაგრამ მუტაციები სხვა არის. ხო, რაღაც ევოლუციურ პროგრამებს რომ გავდივართ, უნდა შევეცადოთ, რომ ყველა ადამიანს, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანის ხასიათს არ ავყვეთ და ყველა ადამიანის უნდა ვიცოდეთ, რომ ის ადამიანი ესეთი პროგრამების მატარებელია, ეს ადამიანი ესეთი პროგრამების მატარებელია, ეს ადამიანი მოხუცია, ის ადამიანი ახალგაზრდა, მაგრამ ასეთი კაი ან ცუდი პროგრამების მატარებელია, ან უზდელი, ან კულტურულია, ეს ადამიანი ასეთი და ყველა ადამიანის იმას კაი მეზობელი და ცუდი მეზობელი, კაი მეზობელშიც შეიძლება არსებობდეს რაღაცა ცუდი პროგრამები, ანუ ყველა ადამიანს, ყველა ადამიანი გადის რაღაცა მუტაციებს, ევოლუციებს, რევოლუციებს და ასე ვთქვათ, ყველა ადამიანის პროგრამებში და რატო ესე მცველის ჩაყოფა არ გვინდა. ანუ всё, ჩვენ არა ვართ ბოროტები, ჩვენ არა ვართ ჯადობაზები, ჩვენ არავის არაფერი არ ვშურთ. შეგვიძლია სიკეთე ვაკეთოთ, თუ სიკეთეს არ ვაკეთებთ, თავი დავარებოთ, ყველას ვამპირები და დაურახავები მოვიშოროთ და ვიყოთ ჩვენ პოზიციაზე და ოპოზიციაზე, რომ გადავატრანსფორმიროთ ჩვენი ენერგიები, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემი ჩაკრებისათვის ვაბლაგა და მოვიშოროთ ბლოკები და სამაბლოკები და დესტრუქციული კონსტრუქციები და ვუბრძანოთ ყველას, რომ ჩუჟიელი ხე პლახიებო, თქვენი პერეკლატკებიანად გასრიადით ჩემგან შორს. ფსიოპერატორები სიხშირულად ახდენენ ზეგავლენას, საზნარიაზე ხმებით, ზუკაკოდებით, სენსორებით, სიგნალებით, ფსიოპერატორები სიხშირულად ახდენენ ზეგავლენას საზნარიაზე. მერე ადამიანი ხდება ცუთხასიათზე, ან თავბრუ ეხვევა, ან ითიშება, ამას აკეთებენ სიხშირეებით, სიგნალებით, ისკუსტვერი პროგრამებით, ეს ამას აკეთებენ ჯინები, ჯიები, სერები, რები, გრები და არხონტები. და თრგუნავენ ადამიანის საზნარიას. რატო თრგუნავენ ადამიანის საზნარიას, რომ ადამიანის ბიოპოლში და ენერგოინფორმაციულ კანალებს დააზიანონ და დაადებილონ ადამიანი და ადამიანის შემოქმედებითი რიჭები და რაღაცეები მოპარონ ადამიანს სულიერ სამყაროში, ამიტომ აკეთებენ ბიოსისტემას, ადებილებენ,
დასალევი ბიოსისტემით დებირდება, ნარკოტიკებად ბიოსისტემით დებირდება და ასე შემდეგ. ეს სიხშირეები ზუკაკოდებითაც რა ქვია, დებირდება ადამიანის. всё, მადლობა უნდა თქვას ადამიანმა. დღეში ბევრჯერ უნდა თქვას ადამიანმა, მადლობა უნდა მოუხადოს ადამიანმა თავის სურს, ღმერთს, ვიშიესვე და აწიოს თავისი ვიბრაციები პოზიტივებისაკენ, სიკეთეებისა და ბედნიერებისაკენ. მადლობა ჩემ თავს, მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ანგელებს, მადლობა ვიშიესვეტრიეს სირებს, მადლობა ღმერთს, მადლობა კაი ხალხს, კაი ნაცნობებს, კაი უცნობებს. და ადამიანმა თავისი გრანიცებიც უნდა დააფასოს და სხვისი გრანიცებიც უნდა დააფასოს. სხვის გრანიცებს არ შევეხოთ, სხვის არც სახკარს, არც სილამაზესაც კიდე არ შევეხოთ. ეხლა არიან ბევრმა იცის ესე გათვალვა, ვინ ალაბაზია და ვაირ ალაბაზია და ფუირ ალაბაზია და ჭუირ ალაბაზია და ესა და ისა და ბოდიში და ადამიანს პრიშიკი გამოუვა ხოლმე სახეზე. ხო, აი, ცუდი თვალები აქვს ხადახარ ხალხს და სილამაზის ასე ვთქვათ, დათრგუნვაც შეუძლიათ თუ ბოროტი შურიანი თვალებით შემოხედა ადამიანმა. ამიტომ ბოროტი შურიანი თვალებით არ უნდა ვუყუროთ ერთმანეთს, მაგრამ ბევრს ეს ბოროტი შურიანი თვალებით ყურება ბლატაობა გონია ვიღაცებს. ამიტომ ხდება ამ დროს ადამიანის ზერკალავება, მინუს ზერკალავდებიან შურიანი თვალებით მაყურებლები ჩემგან შორს. მერე ჰიგიენის დაცვა უნდა შეესრულოს ადამიანს და ყროლებულმა არ უნდა იაროს 21 საუკუნეში. ჩაციკლა არ უნდა იცოდეს ადამიანმა რაღაცებზე და ვიღაცებზე, უნდა იცოდეს პოზიტივებისაკენ ამოსვლა. გამოსვლა პოზიტიურ განწყობილებაზე უნდა გადაერთოს ადამიანი და რაღაცებზე და ვიღაცებზე აი ვიმუშავე, აი არ ვიმუშავე, აი ისა, აი ესა, ეს ამაზე ჩაციკლა არ უნდა იცოდეს. всё, ეხლა ეს მესამე ლალაკუშკები დამთავრდა, უნდა ჩავწერო მეოთხე ლალაკუშკები.